რამდენად ადეკვატურია კანონი ცხოველთა წამებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასჯელი არ არის შესაბამისად მკაცრი და ცალკე პრობლემად რჩება მისი აღსრულებაც. მაგალითად მოყავთ ბოლო შემთხვევა, რომელიც მოსკოვის პროსპექტზე 2 დღის წინ მოხდა. ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დამნაშავეს კი ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელოდება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ეს იშვიათი ჯიშის შავი ლაიკა მოსკოვის გამზირზე ჯერჯერობით უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მის გადარჩენას ვეტერინარულ კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ძაღლს ქეთა ხვითი შეაულიდა. ქრონიკასთან საუბარში ცხოველთა უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩორნა აგრესიული არასოდეს ყოფილა. იყო გასროლი საშინელი ხმა და შემდეგ ძაღლი მივიდა დაჭრილი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ანუ თავისით და ჩემი მეუღლის ფეხებთან დავარდა. თავის არიდან იყო ჭრილობა შემავალი და ცენტრალური არტერიიდან უკვე სისხლი მიეწონებოდა ორგანიზმში. ძაღლს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთა ჩაუტარდა. დასკვნა სამართალდამცველებს გამოძიებისთვის სჭირდებათ. სასჯელი კი, როგორც ამას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გვეუბნებიან, არც ისე მკაცრია. ამასთან კიდევ ერთ პრობლემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის აღსრულებას ასახელებენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს და იმ შემთხვევაში თუ ნახავს, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, როგორც მუხლის დეფინიციაში, ისე სასჯელთან მიმართებით და არ არის პრევენციული მექანიზმით, შესაძლებელია შემდგომში უკვე იმსჯელოს, როგორც დისპოზიციის უფრო მეტად გაუმჯობესებასა და დახვეწაზე, ასევე სასჯელის გამკაცრებასაც. ყოველ წელს ცხოველებზე ძალადობის რამდენიმე ასეულის შემთხვევა ფიქსირდება. ამის გამო დასჯილთა რიცხვი კი მცირეა, ამბობს თეიმურას წიქორიძე. ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების დირექტორი მიიჩნევს, რომ ძალადობის აღსაკვეთად კანონის გამკაცრებაა საჭირო. ჩვენი ორგანიზაციის თავშესაფრთხილად არის ძაღლი, რომელიც მუცუბიტის პლატაზე 4 ივნისს ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. სამართალდამცავებმა ფოტოც კი არ გადაიღეს დასაცხლიანებული ძაღლი, ჩვენ წავიყვანეთ რენტგენი გადავუღეთ. გადავეცით ეს დოკუმენტაცია პრინციპში საგამოძიებო ნაწილს, არავინ არ დაუკითხავთ. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან საზოგადოების სასარგებლო თიძულებით შრომით ისჯება.